სამი ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელიც აზიანებს ხერხემალს. პირველი მიზეზი: მოუმზადებელი და არატრენირებული ხერხემლით ვარჯიში პირდაპირ დიდი წონით. ეს ხშირად ემართება ახალგაზრდებს, რომლებიც თვითნებურად მომზადების გარეშე იწყებენ ვარჯიშს დარბაზში. რა დროსაც ვითარდება მალთაშორისი დისკის თიაქარი, დისკის გაუწყლოვნება, მალების ანთებით დეგენერაციული პროცესები. მიზეზი 2. ხშირად გამიგია, რომ თუ ხერხემალი ტკივა და გაქვს თიაქარი, უნდა ივარჯიშო და იცურავ, იმიტომ რომ გაამაგრო ხერხემლის კუნთები. ეს ცდელობა ძალიან დამაზიანებელია ხერხემლისთვის. ტკივილის დროს, წვავე სტადიაში დაუშვებელია ვარჯიში და ცურვა. ჯერ უნდა იმკურნალო, უნდა მოხდეს თიაქრის რეზორბცია, ანუ შეხორცება და შემდეგ უკვე ვარჯიში, მაგრამ კვალიფიციური რეაბილიტოლოგის დახმარებით. მიზეზი 3. ხშირი მძიმე ფიზიკური შრომა, რა დროსაც ხდება ხერხემლის მალთაშორისი დისკის გაუწყლოვნება, დისკის დადაბლება, მალების ანთებით დეგენერაციული ცვლილებები და შემდგომში ხერხემლის არასტაბილურობა.